მამრის სპილო სახელად ეშვი უკვე თვეებია, რაც ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელს შეეჩვია. ის აქ საკვებისაძიებლად მიდის და შესაბამისად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაუახლოვდა კიდეც. ეშვი ხშირად სტუმრობს გზის პირას მდებარე მაღაზიებს და საკვებს თვითნებურად იღებს. სწორედ ამიტომ მოსახლეობას თავიანთი ჯიხურებისა და სახლების წინ მაუთულ ხლართების აღმართვა უწევთ. სოფლის მაცხოვრებლები ცხოველს საკვებსა და წყალს თავად აწვდიან, თუმცა ზოგჯერ ეშვი სოფელს დღეში ორჯერ ან სამჯერაც კი სტუმრობს და ხანდახან გზაზე მოძრაობასაც კი აფერხებს. ამიტომ ადგილობრივები იძულებული ხდებიან, რომ სპილო უკან, ტყეში გააბრუნონ. ველური ბუნების წარმომადგენლების თქმით, სპილო ვერ ახერხებს ახლო მდებარე ამჩანგის ნაკრძალის ტყეში დაბრუნებას, რადგან რამდენიმე თვის წინ ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო. ისინი ამბობენ, რომ ეშვი ასევე წინააღმდეგობას აწყდება სხვა სპილოებისგან, როდესაც ის ჯოგთან შეერთებას ცდილობს. ვწუხართ, რომ ამ სპილოს ფეხი აქვს მოტეხილი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში რითაც შეგვიძლია ვეხმარებით. ვაჭმევთ და ყურადღებას ვაქცევთ ბოლო 5-6 თვეა. ინდოეთში სპილოები სულ უფრო ხშირად შედიან კონტაქტში ადამიანებთან, რადგან ქვეყანაში 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, დასახლებული პუნქტები იზრდება და ტყეებს უერთდება. ასამში, სადაც 5,000-ზე მეტი ველური აზიური სპილო ბინადრობს, ბოლო წლებში არაერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც ველური სპილოები სოფლებში შევიდნენ, მოსავალი გაანადგურეს და ადამიანებიც კი მოკლეს. ბუნების დამცველები მთავრობას მოუწოდებენ, რომ შექმნან დერეფნები, რომელთა გამოყენებაც სპილოებს ტყეებში საკვების საძიებლად შეეძლებათ.